საოჯახო ტიპის პირველი ბავშვთა სახლები საქართველოში ამ სახის ოჯახები დღეიდან გურიაში, კერძოდ კი ოზურგეთსა და სუფსაში არსებობს. სურნელობა მოკლებული 8 ბავშვი ოჯახურ გარემოში ცხოვრობს. სახლები დღეს რეგიონული განვითარებისა და ჯანდაცვის მინისტრებმა გახსნეს. პროექტის განხორციელება ადგილობრივი ბიუჯეტისა და საერთაშორისო დონორების დახმარებით გახდა შესაძლებელი. გურიაში მდებარე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებზე სურნელობა გურიის ეპარქიამ აიღო. მთელი ქვეყნის მასშტაბით მსგავსი კიდევ 10 სახლის გახსნაა დაგეგმილი. საოჯახო სახლები, რომელსაც შევხსნით და ამ თვეში 25 საოჯახო ტიპის სახლს გავხსნით, არის ყველაზე კარგი საშუალება ამ ბავშვებისთვის დაიბრუნონ ოჯახური სითბო, ყურადღება, ზრუნველობა. ეს არის რეფორმა, რომელიც პირველ რიგში ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. ამ ბავშვებს აქაც და ლანჩხუთშიც ჩვენ საბოლოოში ოჯახი დაუბრუნეთ და ეს არის აბსოლუტურად სწორი პრინციპი, რომელიც აპრობირებულია მთელ ევროპაში. ეს არის ოჯახური ტიპის სახლი, სადაც ბავშვები სითბოს იგრძნობენ. ეს არის ოჯახის გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული გარემო, რომელშიც ბავშვი აღიზრდება და ექნება ხელმისაწვდომობა სრული როგორც განათლების, ასევე სამედიცინო მომსახურების, ყველა იმ სოციალური აქტივობის, რომელიც აუცილებელია ბავშვის სრულფასოვან საზოგადოების წევრად გაზრდისათვის. აქ გაიხსნა საოჯახო ტიპის სახლი, სადაც 8 ბავშვი იქნება, აქ ხდება შესაბამისი გარემო იმისათვის, რომ იცხოვრო ნორმალურად და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი პირობებია ამ ბავშვებისათვის.